ჩემთვის რთულია ხა იმაზე საუბარი ივანიშვილს თავში რა აქვს. მე ერთი რამე ვიცი, რომ ამ კაცმა ჩათვალა, რომ საქართველოს არის მის შემოღობილი რაღაც ტერიტორია, რომელსაც ის განაგებს და მისი ამოცანა არის, რომ დასავლეთს ყველა საერთაშორისო პარტნიორს უთხრას, რომ აქ დემოკრატია, არჩევნები, ადამიანები დაივიწყეთ ეს ყველაფერი, აქ ვარ მხოლოდ მე და მელაპარაკეთ მე, როგორც ბატონ პატრონს იმ ტერიტორიის, რომელზეც გადის ნავთობსადენი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე მინდა ჩვენი ტელემაყურებლების გასაგონად ერთი რამე თქვა, ვისაც ყურები აქ შეიძლება ჩამოყრილი ნიჰილიზმში არის, რაღაც არჯერან, ცუდ განწყობაზე არიან ასე შემდეგ. ყველა რეჟიმი სრულდება. არ არსებობს რეჟიმები, რომელიც ამდენი ხანი, თუნდაც იმდენი ხანი, რამდენიც ქართულ მოცემამ უკვე გაძლო, ეს არის საშუალო ვადა, განსაკუთრებით ისეთი რეჟიმები, რომელსაც არ აქვს შემოსავალი ნავთობისა და გაზის და ბუნებრივი წიაღის გაყიდვებისგან, სრულდება ძალიან სწრაფად. და იმ ადამიანების გასაგონად და აუცილებლად ჩვენ თუ გვაქვს ეს ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი თაობებისთვის, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის, რომ ყველა ადამიანი იმ ჯაჭვში, რომელიც ასრულებს უკანონო ბრძანებებს, დაისაჯოს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ ახლა უსმენდით და უყურეთ დღეს ქალბატონი ნინო დათაშვილის გმირი მასწავლებელი რა დღეში ჩააგდო სისტემა. კი, ამაზე მინდოდა გიორგი მეკითხა, ეს როგორ აღიქვით თქვენ? ეს იყო დათმობა ამ რეჟიმის მხრიდან, თუ საკუთარი თავის გადარჩენის მცდელობა იყო, იმიტომ რომ რეალურად ძალიან გაუარესებულია მისი მდგომარეობა და დიდი ზეწოლა იყო საზოგადოების მხრიდან, რა თქმა უნდა. დიახ, სინამდვილეში რეჟიმმა იცის, რომ მას მხარდაჭერა არ აქვს შიგნით. მას რომ მხარდაჭერა ჰქონდეს, არც ერთ რეჟიმს, რომელსაც აქვს მხარდაჭერა, არც ერთ ხელისუფლებას, რომელსაც აქვს რეალური პოლიტიკური მხარდაჭერა, არ ჭირდება დრაკონული კანონები, არ ჭირდება ადამიანების ციხეში გაშვება, არ ჭირდება იმ ყველა პარტიების აკრძალვა, პოლიტიკური ოპონენტების დევნა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. როგორ შეიძლება ამ რეჟიმს ჰქონდეს მხარდაჭერა, რომელიც ამდენი წელია დაკავებული არის მოყარეებისთვის მტრის ზახილით, ფულის მოპარვით, საქართველოს გახდა უძვირესი ქვეყანა, შეხედეთ რა მდგომარეობაა ირგვლივ, მართლა ზუსტად იციან, რომ მათ მხარდაჭერა არ აქვს, ამიტომ ცდილობენ შექმნან ვირტუალური რეალობა, რაღაც გამოგონილი რეალობა, თითქოს მათ აქვს მხარდაჭერა და ამ მიმართულებით მიდიან, მაგრამ მე მინდა დავასრულო აზრი, რომ უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მიცოდეს აი მსახურებმა მოსამართლით ეგრეთ წოდებული მოსამართლით დაწყებული და ყველა ვინც ასრულებს ამ უკანონო ბრძანებას, ყველას მოუწევს პასუხისგება თავისუფალი სასამართლოს წინაშე. ჩვენ თუ თავმოყარეობა გაგვაჩინა, ის ადამიანი, ვინც გვარი არ მახსოვს, მანდატურის სამსახურის უფროსად რომ მოგვევლინა, რომელიც გავეშებული საქართველოს საუკეთესო შვილებს, გოგოებს, ბიჭებს დაეტაკება და ფიზიკურად უსწორდება. ეს ადამიანი რომ პასუხს აგებს კანონის წინაშე, ამას შემიძლია პირობა მივცე მთელი არსით და უფრო მეტიც, ახლა როგორ წარმოგიდგენთ, იცით აი პროპაგანდასაც ალბათ უფრო ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ დავიღალოთ ახსნით რისკენ მივისწრაფით, იმიტომ რომ ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხი. რამდენიმე ჩვენ კი ვივისწრაფით უკეთესი ქვეყნისკენ, გიორგი, ბოდიში გაგაწყვეტინეთ, მაგრამ ივანიშვილი აცხადებს, რომ ამ ქვეყანაში უნდა იყოს დიქტატურა და ამის გაფორმება, არ გაფორმების საკითხიც, რა თქმა უნდა, ჩვენზეა, ამ ქვეყნის მოქალაქეებზეა დამოკიდებული. აი ამაზე თქვენ აღნიშნეთ სხვათა შორის და ამ თემასაც მინდა შევეხო, ამ ყველაფერზე რა იქნება პასუხი, რასაც აკეთებს ივანიშვილი. დღეს იყო უკვე გამოხმაურებები დასავლელი პარტნიორებისგან, ევროპელი პარლამენტარებისგან, საერთაშორისო მედიაში იყო სტატიაც იმის თაობაზე, რომ საქართველო გახდა მთავარი ქვეყანა რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაშიო, foreign policy აქვეყნებს აი ასეთ სტატიას და ძალიან სერიოზული ბრალდებებია სხვათა შორის იქ და აი ამ დროს ივანიშვილი და მისი ხელისუფლება საუბრობს იმაზე, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის და ეკონომიკური ზრდა არის. ეს კავშირშია ერთმანეთთან, ანუ სანქციებისგან თავის არიდების ცენტრად მოვლინება საქართველოსი და ეკონომიკური ზრდა, ამაზე რომ მოკლედ მიპასუხოთ თუ შეიძლება. ჩვენ უნდა გვესმოდეს ძალიან კარგად, როგორი ტიპის სახელმწიფო ააშენა და ცდილობს ააშენოს ივანიშვილი. ივანიშვილმა დაიჭირა დასავლეთსა და რუსეთს შორის კონფლიქტში და კონკრეტულად რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტში მხარე. დღეს საქართველოს ცივილიზებულ სამყაროში მოიაზრება რუსეთის მხარით. საქართველო არ არის ჩართული და ჯერ კიდევ ვერ ბედავენ, თუმცა უკვე არის ეს რაღაცა განცხადებები გაწევასთან დაკავშირებით
ჯერ ამას ვერ გვიბედავენ, რომ ხელწერტილში გაგზავნონ ჩვენი ჯარი და ასე შემდეგ, მაგრამ ლოჯისტიკურად, რომ ომი ეს არის ლოჯისტიკა პირველ რიგში, ომი არის მომარაგება, მომარაგების თვალსაზრისით, ომის მანქანის მომარაგების თვალსაზრისით ივანიშვილმა აირჩია მხარე და ესე რუსეთის მხარე. ეს არის რეალობა, რომელიც ჩვენ უნდა აღვქვათ და რაში გამოიხატება ეს? ეს გამოიხატება იმაში, რომ საქართველოს მეშვეობით რუსეთში გადის სანქცირებული ტვირთები, ეს გამოიხატება იმაში, რომ 10,000-ობით ანგარიში გაიხსნა, რუსული ანგარიში გაიხსნა, ქართულ ბანკებში და ქართული ბანკები ეკონომიკის რუსიფიკაციას აკეთებენ მთლიანად. ეს გამოიხატება იმაში, რომ ფაქტობრივად ყულევის ნავთობ ტერმინალი შენდება, რომელმაც ასევე უკვე მიიღო იქ რუსული ტანკერი და რამდენიც არ უნდა იძახონ, რომ ეს სანქცირებული არ არის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სინამდვილეში დასავლეთისთვის ეს არის ლოჯისტიკურ მხარეს საქართველოს დაიჭირა რუსეთის მხარე. ვინ დიდრდება ამაზე? ეს არის და საიდან მოდის ეს ეკონომიკური რიცხვები? ჩვენ ვხედავთ ვინ დიდრდება ამაზე, გიორგი, ძალიან კარგად ვხედავთ, უბრალოდ რამდენიმე ასეული ოჯახი, რამდენიმე 1000 ადამიანი, ვინც უშუალოდ ჩართული არის ამ პროცესში და ისინი დიდრდებიან ფაქტიურად ამ ქვეყნის მომავლის გაყიდვით, ამ ქვეყნის ძარცვით, ხოლო საქართველოს მოქალაქეები, მაგალითად, ბოლო 4 წელიწადში 200,000 ადამიანი გავიდა საქართველოდან დაახლოებით ამდენი 160,000 ადამიანი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა. ანუ ერთის მხრივ აკეთებს სოციალურ ინჟინერინგს და ინჟინერებას, ფაქტობრივად საშუალო კლასის ჩანაცვლება ხდება, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ მეორეს მხრივ ამ სანქციების გვერდის ავლით, კოლ-ცენტრების, სხვადასხვა კრიმინალური სქემების და ასე შემდეგ და მოპარული ფულის, კორუფციული ფულის შედეგად ხდება ამ ფულის გარეცხვა და ამას ყოველდღიურად ხედავთ ჩვენ ფაქტობრივად რუსეთის უკანა ეს ფულის საერთოდ მანქანად გადაიქცა ყველაფერი და აისახება ეს ყოფილი უძრავი მარტივ მაგალითს მოგიყვანს უძრავი თონების ფასი თბილისში აი ავიღოთ უძრავი თონება თბილისში ღირს 3-4,000 $კვადრატული მეტრი რომელიც ხელმიუწვდომელია ნებისმიერი ადამიანისთვის საქართველოსნაირ ეკონომიკაში ანუ უამრავი ქართული ოჯახი ვერც კი ოცნებობს გაფართოებაზე ამ ბინის შეძენაზე და ვინ ყიდულობს ამ ვინ იხდის $1 მილიონ ბინაში ან $800,000 ბინაში ზოგი ციხეშია ეგეთები ყოფილი მინისტრები და მინისტრის მოადგილეები და ზოგი კიდე და გირაოს სანაცვლოდ ოღონდ მილიონიანი გირაოს სანაცვლოდ ყოფილ პრემიერს გულისხმობ გამოშვებულია გიორგი რო დაასრულებთ მინდა აუცილებლად ერთი კითხვაც დავსვა და შემდეგ დაგემშვიდობებით აუცილებლად მინდა რომ როგორც ალტერნატივა აუცილებლად აი 2 წუთს აგათოთ საფრანგეთში ვიყავი რამდენიმე დღის წინ და ვესაუბრობდით უფრო დეტალებში სოციალური დაცვის სისტემაზე. უბრალოდ მაგალითი მინდა მოუყო მაყურებელს. აი პროპაგანდა რო ამბობს მაკრონი საფრანგეთი როგორ იშლება და რა კატასტროფა არის და ეს უთავმოყარეო ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრები და ოლიგარქის სახურები რო გვეუბნებიან რომ ევროპა როგორ იშლება და ევროპა რატო არ გვინდა. საფრანგეთში მინიმალური ხელფასი არის €1,400 ერთ ადამიანზე, ამავე დროს თუ მინიმალურ ხელფასს იღებს ადამიანი, იხდის იჯარებს ხოლმე 15%-ს, ანუ თუ €1,000 ღირს ბინის იჯარა, ეს ადამიანი იხდის 150-150 €-ს, უფასო არის მისთვის, უფასო არის განათლება ძალიან ხარისხიანი, ჯანდაცვა ძალიან ხარისხიანი, მუნიციპალური ტრანსპორტი აპიკებში და ადამიანები ცხოვრობენ ღირსეულად. ბავშვი რო ტენისზე შეიყვანოს, ფეხბურთზე შეიყვანოს, სპორტზე შეიყვანოს, ღირს თვეში 15-20 €. ჩვენთან მაქსიმუმ 100 ლარის ეკვივალენტი. ჩვენთან ტენისზე ბავშვი რო შეიყვანოს ადამიანმა ღირს 100 ლარი ერთი გაკვეთილი. კი, ძალიან ძვირია ეს სიამოვნება და ბევრი ვერ ახერხებს. ბოლო კითხვა უნდა დაგისვათ. ის რასაც ესენი ეძდათ, ის საერთოდ ჩვენ მივუტვით არის არა მარტო ადამიანის უფლებების ფუნდამენტური უფლებების თვალსაზრისით, ხო ხა მართლა გამოვიდნენ და კორუფციაში ჩაძირული ეგრეთ წოდებული ქალაქის მერი და სხვა უწიგნურები რაღაცებს გვეკითხებიან ან ყველა საზღვარზე გასვლაზე გვაჩერებენ ადამიანებს, ვინც პროტესტში აქტიურადაა ჩართული და შეყოვნების მიზნით წყალებში რაღაცას გვიმოწმენ. შუა საუკუნეები დაამკვიდრა ამ რუსმა ოლიგარქმა. შუა საუკუნეებში იყო, როდესაც თუნდაც გამოგონილი ფინანსური დავალიანების გამო გადაადგილების შეზღუდვა ხდებოდა. გადაადგილების შეზღუდვა კონსტიტუციური უფლებაა, როგორ ჩვენ ქვეყანაში მე მიზღუდავს გადაადგილებას რუსი ოლიგარქი, უწიგნური, ვინ არის ბოლო ივანიშვილი, ხო? ერთი უწიგნური რუსეთში გამდიდრებული ოლიგარქი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ეს მისი ქვეყანა არის და ეს ჯაჭვი უთავმოყარეო ადამიანების, რომელიც მას ემსახურება. ეს ყველაფერი დასრულდება, ეს ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, ეს ყველაფერი დასრულდება ძალიან მტკივნეულად. ჩვენი ამოცანა რა არის? ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენი ამოცანა რომ ეს წინააღმდება კიდევ უფრო გავზარდოთ.
ჩვენი ამოცანა არის, რომ ბრძანებები, რომელსაც გასცემს ივანიშვილი, არ შესრულდეს. ჩვენი ამოცანა არის, რომ ის ჯაჭვი, რომელიც ემსახურება ოლიგარქს, იმ ჯაჭვში მიხვდნენ ადამიანები, რომ ეს ყველაფერი წავა დასასრულისკენ. დასავლეთისადმი ესეთი მწვრთნულად განწყობები და ის, რასაც ესენი აკეთებენ, ტყუილია, რომ მათ შეუძლიათ გაძლონ დასავლური კაპიტალის გაშლი. ტყუილია, მაშინ ეს ქვეყანა უნდა გადააქციონ დიდ კრიმინალურ კადიროშინად. მადლობა. ესეთ ქვეყანაში უბრალოდ ვერ ვიცხოვრებთ, ჩვენ ვერავინ ვერ იცხოვრებს და კიდევ ერთხელ არ მინდა რომ გამიგრძელდეს ძალიან სიტყვა, მინდა მივესალმოთ ყველა პოლიტპატიმარს, სინდისის პატიმარს, ყველა იმ ადამიანს, ვინც უსტავლოზე დგას და წინააღმდეგობაშია ჩართული და მინდა ყველამ ვიცოდეთ, რომ ჩვენ ვართ უმრავლესობა. ტყუილია, როცა ისინი თლიანად მთელი პროპაგანდა მიმართული არის თუ დავაკვირდებით რაოდენობებზე, რომ თითქოს ჩვენ ვართ უმცირესობა. სინამდვილეში ისინი არიან უმცირესობა, ეს იცის ყველამ და აუცილებლად გარედან სანქციებიც იქნება, უფრო მეტი წნეხიც იქნება, შიგნითაც ჩვენ შეიძლება ვიღაცას უნდადეს ეს უკვე გუშინ და გუშინვე არ უნდა დაგვეშვა ეს ყველაფერი, მაგრამ წინ მარტივი გზა არ აგვაქვს, მაგრამ აუცილებლად ეს გზა მიგვიყვანს გამარჯვებისკენ. შეუძლებელია რომ ამ ხალხმა გაიმარჯვოს და წაგვართვას ქვეყანა და დამოუკიდებლობა და ის ყველაფერი, ისთვის ამდენი სისხლია დაღვრილი.